მე გახლავართ ნოდარ ავაზაშვილი 79 წლის ქალაქ ყვარლიდან სკოლა დავამთავრე თბილისში დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი ხეზე მუშაობა დავიწყე 90-იან წლებში ვაზი იყო გამხმარი ხეივანზე და გადავჭერი ის ვაზი პატარ-პატარა ნაჭრებად რომ ჭრედი იქ რაღაც კომპოზიციები დავინახე საქმე არ მქონდა მაშინ მომუშავე იყო დავიწყე გამოთვრა და რაღაც ერთი კომპოზიცია შევქმნი თვითონ იმ ვაზში რომელიც მოვჭერი ბევრი შემხდა 5-6 იყო ამისთანა დინამიკური რაღაც ისები დაგრახილი ტოტები და ამებში რაღაც იპოვე და ახლა დაიწყო ვაზში რაღაც ჩვენი იდენტობაც არის ჩვენი კოდიც ცდებს ქართული ვაზში და ღვინოს გვაძლევს იმ შთაგონებას გვაძლევს რამაც ღვინის მის დროს რამაც შექმნა ქართული სიმღერები სუფრული სიმღერები და ბევრი კაი ლექსის დაწერილი ალბათ იმ ერთ-ორ ჭიქაღვინის მერე. შემდეგ დავყობოდი ჩემ მეგობრებს ვენახებში, როცა ხალავდნენ, მე უკვე ტყეშიც დავიწყე, თუ ხდებოდა რამე საინტერესო კომპოზიციური ტოტი ესეთი, ის მომქონდა. ასე აქვე ჩემ ნამუშევრებში თითქმის ჩვენი პალისტრის ყველა ხეა. საქართველოს ფლორა ძალიან გამაცნო. რახეს რა კეთილი თვისებებია და რა უარყოფით. რომელს უჩნდება ჭია, რომელია მაგარი, რომელი რბილი და ასე შემდეგ. ფერი თავისთავად ბოლოს ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვთქვით რომ თეთრი ხე დავაკავშირო მუქ ხესთან. და ნახავთ რომ ორი არის ფიგურა ერთ პედესტალზე დგას, ერთი არის თეთრი, მეორე მუქი. ფერებშიც გადადის ხანდაგება, ეს რაღაც ცოტა მეტ ეფექტს იძლევა. თქვენ ხედავთ ზოგიერთ ჩემ ნამუშევარს, რომელიც არის მთლიან ხეში, ანუ ხის პატარა მორში გამოკვეთილი. და არის ნამუშევრები, რომელიც თვითონ თავის მიმართულებას მაძლევს, ტანახობს ხე, რომ აი ეს გააკეთე. ამ ნამუშევრებში ატყობთ, რომ ძირითადად არის ადამიანი. შეიძლება ზოგან კომპოზიციაში სხვა რაღაცაც შეხვდეს. ის რაღაც მეორე, რომელიც თითქმის არც იცი რა არის, ადამიანის გვერდზე დგას. უფრო მეტი არის ჯგუფური ქანდაკებები. მეტი ეფექტი აქვს. მოძრაობაში ახლა ილიამას გითხრა ვახსოვს ახლა ეს არ შემეშალოს, მაგრამ მოძრაობაშია ყველაფერი. სიტყვა მოძრაობა თვითონ არის დედა აზრი ცხოვრებისაც და ჩემი ნამუშევრების მეთოდებს. ის რაღაცას უნდა აკეთებდეს. აი იქ ცეკვავენ, იქით სიყვარულია, იქით ქარია. ხელოვანებს აკლია ყურადღება. პროექტში მონაწილეობამ მეტი ხალისი მოქცა და მეტი ენერგია, თბილი გარემო, ძალიან კარგი ხალხი შეკრებებზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი გავიცანით კახეთის რეგიონში და ალბათ მე მთელ საქართველოს მასშტაბით გავიცნობთ, ამას ძალიან დიდი мотивация მომცა უფრო მეტი მუშაობის და სიბერეში რაღაც მასწავლებელი ძალაც არის თითქოს. ეს ქანდაკება ხეზე მუშაობა ცოტა დამღლელი საქმეა. ამიტომ ხანდახან მე თვითონ მოვიფიქრე რომ დასვენების პერიოდი შემავსე. ერთი ლექსის დავწერე, პიესას დავწერე სხვათა შორის. ერთი მაგარი ზამთარი იყო. მე მანამდე მუშაობდი ცოტა ხანი თეატრში. მე თეატრალური ინსტიტუტის ერთი კურსი დამთავრებული. ყვარელში გაიხსნა თეატრი. მე გამიზახეს მე და იყო ასეთი სპექტაკლი კეთილ დედოფლის ხუთესის როლი მივიღე. ეს არტისტიზმი სადაც გამოხეთქავდა თან და არ გამოხეთქა. არტისტიზმი, ახაც არტისტიზმია. ჩემი ასე თქვა ის არჩევა, ეს ახაც